ღმერთი და ადამიანი განკაცებულ ზღმერთში შეერთდა იმგვარად, რომლის წარმოდგენის უნარი ჩვენ რა თქმა უნდა არ აგვაქვს. ეს არის ჰიპოსტასური პიროვნული შეერთება. ეს არის ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ სწორედ აი ამ ბუნებას, განხთობილ ბუნებას, რომელიც ზღმერთის ბუნება არის უკვე გვაძლევს ზიარებაში, გვეძლევა ზიარებაში, მას ვეზიარებით, მას უერთდებით და ხვდებით აქედან გამომდინარე, ხვდებით ახალი ქმნილება. ადამიანის გონება ისეთი უნარებს იძენს, რომელი უნარებიც მას პოტენციაში როგორ არა აქვს, ასე შეიქმნა ადამი, მაგრამ რეალობაში, სინამდვილეში მას ამის უნარი აღარ აქვს. ხოლო ქრისტიანს ამის უნარი აქვს. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის შემეცნება. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის ხილვა. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღვთისნების გაგება. ღვთისნების გაგება, ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთთან ერთად ყოფიერება, ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის მსგავსი აზროვნება, ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ღმერთის მსგავსი ყოფიერება და ცხოვრება და ღმერთის მსგავსი ადამიანურად თუ ვიტყვით ბედნიერება. ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია დაიტიოს ღვთის მარჯვნივ მყოფობა.